5.4 მილიარდი ამერიკული დოლარი. დაკარგა ერთ დღეში, რაც მოხდა 13 აპრილს. თუ რა არის bear market-ი, ანუ ფასები ქვევით რომ მოდის მაგას ეძახიან bear market-ს. დაწვინავს. და Solana გეგმავს კანადაში სხვა შორის ეხლა ხან შეიტანეს. კი. ისე დავარდა და ისე აფეთქდა რომ ბაზარ საერთოდ არ დაიწყო ეს ამბავი, ხო? და ანუ ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმ ინსტიტუციებზე, რომლების ქვეშაც არის ტრილიონობით დოლარი. დავიწყოთ ბიტკოინის ფასის ვარდნით. დიდაც ასიამოვნო, ანუ დღე არ გაგვითენდა რა სიტყვი. აუ, იცი რა, არ დაგეთახმები, იმიტომ რომ 84-ია, ხო? დღეს ფასი 84,000, ნუ გაიგუშინ 85 იყო, მაგრამ ანუ სტაბილურად კარგად მივდივართ რა. ჩემი აზრით ძალიან პანიკა არის ხოლმე, უკვე ხოცი 100-ზე რო ავიდა, მე უკვე ყველა ფასის ვარდნა რაღაც პანიკას იწევს, რომ აუ 84 ღირს ეხა ბიტკოინი და არ ვიცი. ნუ თუ ანალიტიკოსებს დაუჯერებთ, სანამ 80-ზე ზემოთ ვართ, ხოთზე ვართ. 80-ზე ვით, ოკეი, მაშინ რა ვარ. 80-ს რო ჩამოსდება, მერე შეგვიძლია დავიწყოთ ნელ-ნელა ნერვიულობა რა. ოკეი. ეგ მე მგონი ხოცი იმაზე დამოკიდებული პორტფოლიოში რა გაქვს რა, ანუ. ეგეც არის. და რა ფაში გაქვს ნაკი. ნამდვილად. მოკლედ, ძალიან მოკლედ გეტყვით, რა კონკრეტულმა ფაქტორებმა გამოიწვია ბიტკოინის ფასის ანუ ვარდნა დღეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გამოწვეული არის ეკონომიკური გაურკვევლობით ტარიფების გამო. ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ყველა ხო ანუ იქ რაღაც ანუ ტრამპი რაღაცას დაიმუქრა, მერე დაზადდა, მერე ანუ ჩინეთი გამოვიდა, ამას ვიზავთ, იმას მოკლედ თელი ის არის, რა ქვია. ამ ბავარის მანდა. ამან გამოიწვია ის ფაქტორი, რომ ბიტკოინის ETF-ში, ანუ ასე ვთქვათ, თანხის შესვლა და ინსტიტუციური ინტერესი დაგვაკლდა. ანუ ხო არ ვთქვათ ETF-ი რა არის ანუ? ხო, ETF-ი არის, ნუ ესა რო გავშიფროს ასნიშნავს exchange traded fund-ი არის. ანუ ის არის ფონდი, რომელიც ივაჭრება ბირჟაზე, ხო? მაგალითად, არსებობს ბევრი სხვა ETF-ი, არსებობს ყავა, ოქრო, ბიტკოინი, ტექნოლოგიები, AI, ტექნოლოგიური, ხო, აქციები. ხო, ერთი არის აქციების ნაწილი არის და მეორე არის რომ გავყოთ რაღაცა რესურსი შეიძლება იყოს, როგორც ოქრო არის და ნუ ციფრული ვალუტა შეიძლება იყოს, როგორც არის ბიტკოინი. არსებობს ასევე ეთერიუმის ETF-ი და დაგეგმილია კიდე სხვა ETF-ების გამოშვება. და Solana გეგმავს კანადაში სხვა შორის ეხლა ხან შეიტანეს. კი. და მან ერთი არის რომ არის futures ETF-ი თუ spot ETF-ი, ეგ არის ძალიან დიდი სხვაობა და ზოგადად ჯობია რომ იყოს spot-ი, ანუ როგორც ჩვენ ყიდულობთ Bitcoins, ისეც ყიდულობს ETF-ის მოხმარებელი რეალურად ETF-ის მეშვეობით Bitcoins და რაც უფრო მეტი ფული შემოდის ამ ETF-ში, შესაბამისად უფრო მეტი Bitcoin ტოვებს ბაზარს და შესაბამისად ფასიც ზევით ადის. როცა მცირდება, რა თქმა უნდა, მოთხოვნა ETF-ზე, ან ხალხი როცა ყიდის თავიად ETF-ს, უნდა წარმოვიდგინოთ, ან როგორც მაგალითად Apple-ის აქცია რო ვიყიდოთ, ისე შეგვიძლია Bitcoin-ის ETF-ი ვიყიდოთ. ხო, და ფული რო გამოდის, რა თქმა უნდა, ეს Bitcoin-ის ფასიც ცუდად მოქმედებს. ყველაზე მთავარი აქ არის, რომ ეს არის არა ჩაოლებრივ მოხმარებაზე ლაპარაკი, არამედ დიდ ინსტიტუციებზე, რაც უფრო მეტი ინსტიტუცია არის, უკეთესია ზოგადად ბაზრისთვის, იმიტომ რომ ისინი უფრო იშვიათად აკეთებენ რაღაცა ყიდვა-გაყიდვას და შეგრძელვადიანად უყურებდნენ და ხშირად ეგრე არის და შესაბამისად თუ ინტერესი დაბალი არის, რა თქმა უნდა, ბიტკოინის ფასიც ცუდად მოქმედებს. და ანუ ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმ ინსტიტუციებზე, რომლების ქვეშაც არის ტრილიონობით დოლარი და ანუ ამ ხელა თანხების მენეჯმენტს აკეთებენ ეს ETF-ები, ასე ვთქვათ. როცა მთლიანად ბიტკოინის რაოდენობა, ანუ ფასი მთლიანობაში რა ვიღოთ, არის ისა 1 ტრილიონი 400, ხო დაახლოებით. ანუ 3 ტრილიონი უკვე ბევრი არის ბიტკოინისთვის. მოკლედ, მის გარდა ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანუ ვეილების აკუმულაცია საკმაოდ დაიკლო და ესეც ერთ-ერთი ნეგატიური, ასე ვთქვათ, ნიშანია. ვეილებს ჩვენ ვეძახით, ასე ვთქვათ, დიდი
ინვესტორებს, რომლებიც მაღალი თანხებით ახორციელებენ ტრანზაქციებს. და ამის გარდა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ტექნიკური ანალიზის მიხედვით, ვერ შეძლო ბიტკოინმა რომ გაერღვია, ასე ვთქვათ, ტრენდის ხაზი, რაც არის რაღაც კონკრეტული ფასის მაჩვენებელი, რომ თუ ამას გავარღვევთ, მაშინ დაიწყება bullish მომენტუმი, ხო? როგორც ის რა ქვია, ხარი და ასე ვთქვათ, აწვება, ისე უნდა მიაწვეს ამ ტრენდის ხაზი. ალბათ აქ Coinbase-ის ამბავით შეგვიძლია განვიხილოთ, რომელიც ამ თემატურად კარგად ჩდება. თვითონ Coinbase ამბობს, რომ ეხლა ვართ ეგრეთ წოდებულ bear market-ში, რა არის bear market-ი, ფასები ქვევით რომ მოდის, მაგას ეძახიან bear market-ს. დაწვინავს, ხო, ფასები ქვევით მოდის, არაფერი საინტერესო არ ხდება და Coinbase ამბობს, რომ მესამე კვარტალში უკვე შეიცვლება სიტუაცია და ისევ ფასების ზრდას უნდა ველოდოთ. ხო, არ ვიცი, ზოგადად როგორ უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი ძალიან რთულია, იმიტომ რომ მომავალზე რაღაცა პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთული ამბავი არის, თუმცა ფასები როცა ქვევით არის, ყოველთვის არის კარგი თუ ხარ გრძელვადიანი ინვესტორი, ხო, იმიტომ რომ შენ ყიდულობ ბიტკოინს იმისთვის რომ გრძელვადიანად გეჭიროს, ხო, აქ შეიძლება იყოს წლებზე ლაპარაკი და ათეულობით წლებზეც კიდევაც. შესაბამისად დაბალი ფასი ნიშნავს, რომ ის აქტივი, რომელიც მოგწონს, შეგიძლია უფრო იაფად იყიდო, ვიდრე გუშინ წინ და ასე შემდეგ შეგეცო. შესაბამისად, როგორც წესი, ეგრეთ წოდებული bear market-ი, კარგი დრო არის ყიდვისთვის. ვისთვის bear market-ი, ვისთვის ფასდაკლება. კი ბატონო, ფასდაკლება, ეგრეთ შეგიძლია შეხედო. მოკლედ, ეს ასე ვთქვათ, რაც შეეხება ბიტკოინს და ბიტკოინი, როგორც იცით, არის კრიპტო ბაზრის კატალისტი ძირითადად, რასაც ბიტკოინი შვება, თითქმის ყველაფერი მიყვება მას და ხო ეს აქედან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. ეხლა შემდეგი თემა და რაც ძალიან საინტერესო არის, ასევე ეს არის მანტრას 90%-იანი ვარდნა. 90% რამდენი მილიარდია, просто ეგ თუ გახსოვს. ამ შემთხვევაში 5.4. 5.4 მილიარდი ამერიკული დოლარი. დაკარგა ერთ დღეში, რაც მოხდა 13 აპრილს. თქვათ რომ 24 საათის განმავლობაში. და მანტრა თვითონ არის RWA-ის, real world asset tokenization. ხო, რეალურად რაც არსებობს ჩვენ გარემოში, მაგალითად რეალური აქტივების ტოკენიზაციის პლატფორმა. მაგალითად უძრავი ქონება, არა მარტო შეიძლება ესეც აქციებიც იყოს, ხო? აქციები, ნახატი, რა ვიცი. ნებისმიერი აქტივი. ასე შემდეგ, კი. და საინტერესო აქ იყო ის, რომ ბოლო ესეთი ვარდნა რაც მოხდა, ეს იყო Terra Luna-ზე, რაც საკმაოდ ასე ვთქვათ, გივნეული იყო ბევრისთვის. კი. და თითქმის იგივე ნაირად გამოიყურება Terra Luna-ს ჩარტი, რომ შევხედოთ, მანტრას ჩარტთან ერთად, მაგრამ ძალიან ბევრი აქ საუბრობს იმ ნაწილზე, რომ Terra Luna-s შემთხვევაში ეს ვარდნა იყო გამოწვეული სისტემური შეცდომიდან გამომდინარე, რადგან Terra იდგა, ასე ვთქვათ, ალგორითმული სტაბილური coin-ის თელ, ასე ვთქვათ, და ბიტკოინი ყოდა თან ძალიან ბევრი ნაყიდი Terra Luna-ს, რომელსაც ამყარებდა ამ თავის ალგორითმულ სტაბილურ ვალუტას. და სწორედ ამ სტაბილურმა coin-მა როგორც კი დაკარგა ფასი, ხალხი ჩავარდა პანიკაში, დაიწყეს გაყიდვა და მე თვითონ ბიტკოინის გაყიდვა დაიწყო Terra Luna-მ, რომელსაც კიდე ბიტკოინის ფასის ვარდნა გამოიწვია და რეალურად $16,000-მდე ზუსტად ესე ჩამოვიდა, FTX-ი და plus Terra Luna უდრის ბიტკოინის $16,000. ესეთი ნიუსები ყოველთვის საინტერესოა, რადგან ამ შემთხვევაში კი მე მგონი გადავრჩით და ისეთი ვარდნა არ გამოიწვია და ზოგადად მანტრას გუნდიც ძალიან ჩართულია და მე მაგისი არ ჯერა. არა. ჯერ ხო ის რაც შეეხება ხა სისტემატიური რისკი არის თუ არა ისა რა ქვია, მანტრა, ხო? არ არის. იმიტომ რომ მანტრა არის რაღაცა ერთ-ერთი პროექტი, ჩვენ აღარ ვართ 2021 წელს, სადაც რაღაცა 5 პროექტზე იყო დამოკიდებული მთელი კრიპტო სამყარო, არამედ არსებობენ დიდი კომპანიები, ახლა მანტრას ღირებულება მთლიანობაში იყო 5, კი არა, 6 მილიარდამდე გამოდის, ხო? და ისე დავარდა და ისე აფეთქდა, რომ ბაზარს საერთოდ არ დაიწყო ეგ ამბავი, ხო? ეგ ძალიან კაია ზოგადად კრიპტოსთვის. რა თქმა უნდა, თუ იყავი ინვესტორი მანტრაში, მაშინ ძალიან ცუდი არის შენთვის, მაგრამ თვითონ კრიპტო ბაზრისთვის რეალურად არაფერი არ შეძლო.
შეცვლა რა ძალიან კარგია. მეორე ნაწილი არის აქ შემოდის ჩემი აზრით ის როლი, რომელსაც თამაშობენ ადამიანები, ვინც ამ პროექტებში არიან, ხო? ანუ манტრა უკვე კაიხანი არსებობს, ქონდათ გაწერილი როგორ უშვებენ საკუთარ ტოკენებს, რამდენი უნდა იყოს და ანუ თავიანთი კოინები, ტოკენომიკა და ეგ ძალიან ხშირად შეიცვალა ამ წლების მანძილზე რა. და ბევრად უფრო მეტი ტოკენი იყო რეალურად გამოსული, ვიდრე მოხმარებელმაც იცოდა. ამას ისიც ემატება, რომ აქ იყვნენ ინვესტორები, ხო? ვიღაცებს ჰქონდათ რაღაც ადრე ფული ჩადებული манტრაში, მიიღეს ტოკენები და ეს ტოკენების რაღაცა მოძრაობა დაიწყო ბირჟებზე, ხო? არ არის საკმარისი ლიკვიდურობა ამ კონკრეტულ წვიზე, ვიღაცა რო იწყებს გაყიდვას, მე შენც იწყებ ისიც და პატარა დომინოსავით ვარდება და 90%-ით ვარდება რეალურად ფასი. ხო და იმის თქმა რომ ეს რაღაცა კრიპტოს რისკია, არ ვეთანხმები, მე მგონია რომ იმ გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა და ეხა კი კომუნიკაციაში არიან, მაგრამ ეხა ნუ რომ ეთქვი რომ ეხა მე ამას ვაპირებ იმის მე 90% ჩემი ფულის დავკარგე, ნუ ხო არის. არა, მაგაში გეთანხმები, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ვარდნის მერე რაღაც მოძრაობა იყო, გუნდმა ასევე თქვა რომ ისინი რაღაც რეზერვებს გამოიყენებენ რომ იყიდონ იმასაც ვიზამთო დავწვა კოინები უკან ხო და ნუ დაწვან, რადგან შექმნან ხელოვნური დეფიციტი ბაზარზე. მაგრამ ნუ მიჩის ხოლმე, ხო იცი ეგეთ რაღაცების მე დაჯერება, რომ აი ხა ამის მერე რომ შეიძლება ამოქაჩო და რაღაცა ის. რა იცი, კარგი ჩემი აზრით და პოზიტიური არის ის, რომ ლუნასგან განსხვავებით, რომ ანუ ამაციოს ჯერჯერობით სამუდამო პატიმრობა არ ემუქრება, ჯერჯერობით. მედი მაქვს რომ არ თან ღია თიმა, ყველა მისის ვინები არიან სახელები გვარები. არიან თავიდან. ბოლომდე და ხო, მედი მაქვს რომ ესე არ მოხდება. მაგრამ რა გონია რომ პროექტი შეძლებს გაგრძელებას და მუშაობას? რა იცი, ანუ რთული იქნება ძალიან, მაგრამ ჩემი აზრით ისეთი რაღაცები გვაქვს კრიპტოში. ნანახი, რომ ანუ როგორც ნეგატივი გვაკვირვებს და ისე რომ პოზიტივაც ანუ გაგვაკვირვებს, ხო შეიძლება ერთხელ ანუ FTX-მა ერთ ღამეში დაკარგა ანუ 14 მილიარდი და ხო შეიძლება რაღაც 5 მილიარდი ანუ მოემატოს ერთ დღეში. ვახტ იმედი. ინვესტორებისთვის იმედი მაქვს რომ კი რაღაცეები შეიცვლება. ნამდვილად. და შემდეგი საინტერესო თემა არის ორი ძალიან საინტერესო პროექტი, რომლებიც დაილისტნენ 11 აპრილს Binance-ზე და ეს ყველაფერი მოხდა community voting-ის შედეგად, ანუ Binance აქვს ესეთი alpha ანუ ჯგუფი, სადაც ანუ რამოდენიმე პროექტს აზიარებენ ხალხი ამ პროექტებს აძლევს ხმას და ნუ ასე ვთქვათ გამარჯვებული მერე ხდება Binance-ის პლატფორმაზე. ეს ორი პროექტი არის Virtuals პროტოკოლი, რომელიც არის AI აგენტების launchpad-ი, ანუ პლატფორმა, სადაც თქვენ შეგეძლიათ ძალიან მარტივად გამოუშვათ, ასე ვთქვათ, დალანჩოთ თქვენი AI ანუ აგენტი, შექმნათ თავისი ტოკენი ჩაავათ. ანუ Twitter-ს, ანუ შეუქმნათ personality, ეს რა ქვია. თავის რაღაცას ხასიათი და ასე შემდეგ. ხასიათი, დიახ. კი ბატონო, და ეს პროექტი ეხლა უკვე Binance-ს შეიძინოთ და თავი ამბავი რა არის? ასევე ბიტნეტსიც. კი, და უკვე გაიხანია ბიტნეტსი არის, ხო? დიახ. და იგივე საუბარი არის Ondo, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ანუ რეალური აქტივების ტოკენიზაციის პლატფორმა ასევე ანუ უფრო სანდრო ვიდრე манტრა. იმედია. ეხლა ყოველ შემთხვევაში ესეა. სამომავლოდ ნახოთ. FTX-იც ანდო მეგონა ანუ მაგიტო მქონდა მანდან გარეში, მაგრამ არა ყველაფერი იწვება ხო? კი. ნამდვილად. ხო და მოკლედ ეს ორივე პროექტი დაილისტა Binance-ზე, ეს ორივე ჩვენ მქონდა Bitnet-ზეც უკვე ანუ დიდი ხანია საკმაოდ და ანუ ის რომ ზოგადად როდესაც რაიმე პროექტი ან რაიმე ტოკენი ხდება Binance-ზე, ეს არის ძალიან ასე ვთქვათ დიდი პოზიტიური სენტიმენტის მაჩვენებელი და თითქმის ყოველთვის ანუ ეხლა რომ შევიდეთ და შევამოწმოთ ამ პროექტების ჩარტი, ნახავთ რომ ამ ამბის გაგების შემდეგ ფასი აუცილებლად რაღაც დონით მაინც აიწია. ანუ 10-20%
ხანდახან მეტი, ხანდახან ნაკლები. მაგრამ ეს ყოველთვის ბულიშის არის რა. ბულიშარი, კი. თუმცა ხო, მე ვიტყოდი რომ ბულიშარი როცა ბულრანში ვართ. როცა ბერში ვართ, დიდად არ იცვლება ხოლმე რა. იმიტომ არის ხოლმე საინტერესო არ მან ჩანს ხოლმე ბაინენს მე რაღაც აღარ მომწონს ბაინენში არის რომ ძალიან ბევრს ლისტავენ. ანუ ადრე ბევრად უფრო შეზღუდული იყო. ხო, უფრო სელექციურები იყვნენ მანამდე. ხო, აი ამ კონკრეტულ პროექტზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ რო ნახო რამდენი ძალისა წელს ბაინენსმა თუნდაც შაშანდელთან შედარებით, ალბათ 5-ჯერ ან შეbat-ჯერ მეტი coin-ი იყოს და ნუ ეს იმ ტრენდსაც ასახავს, რომ ბევრად უფრო მეტი პროექტი არის დღეს, ვიდრე ადრე იყო, რაც რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ თან არ რთულებს რა თქმა უნდა ინვესტორის ცხოვრებას, იმიტომ რომ კარგი coin-ის არჩევა უფრო რთულდება და რთულდება. რა თქმა უნდა და ეს ამიტომ უნდა იყიდო ბიტკოინი მარტო. კი. ანუ საუბრები არის და ძალიან ბევრი საუბრობს ამაზე ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ რომ ანუ ბიტკოინი ნელა განსაკუთრებით აი ამ ასე ვთქვათ ტარიფების ომთან დაკავშირებით აი ნელა ხდება ანუ ოქროს ციფრული ანალოგი და ანუ ძალიან ბევრი ინვესტორი ხედავს როგორც ასე ვთქვათ სტაბილურ საინვესტიციო ინსტრუმენტს იმის და მიუხედავად რომ საკმაოდ მაღალი არის volatility. ხო, ფასისწრება. ფასისწრება. კი ბატონო. მაგრამ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. ბევრი რაღაცა პოზიტიური ნიუსები იყო, კრიპტის ირგვლივ, ტრამპის ირგვლივ და პრეზიდენტი რო ხდებოდა. ეხლა ცოტა ისეთ დროში ვართ, რომ გაუყურებელი არის რა მოხდება ხვალადაზე, მაგრამ აქ არის ხოლმე ზოგადად საინტერესო მოძრაობა ბაზარზე და ბევრისთვისაც შესაძლებლობა, რომ თუნდაც კარგ ფასში შეიძინოს მისი სასურველი კრიპტოები. და ანუ ზოგადად რასაც დავაკვირდე 2018 წლიდან მოყოლებული ამ სფეროში ვარ და ერთი ანუ რაც დავინახე რომ ყველაზე საინტერესო პროექტები ჩნდება მაშინ როდესაც ბაზარი არის ჩუმად. ანუ რადგან bull market-ში ყველა დაკავებული არის fundraising-ით, ყველა ეძებს ინვესტიციას, ვაჭრობს, ანუ აკეთებენ ფულს, მაგრამ როდესაც ბაზარი არის ჩუმად, მაშინ ზიან და ქმნიან პროდუქტს. ეგრეა ზუსტად. დიდი მადლობა, ეს იყო მე მგონი დღევანდელი ნიუსები, იქით და კვირაში დაგიბრუნდებით. ნახვამდის.